ოზურგეთში ბერას კონცერტის გამართვაზე უარს ეუბნებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უკვე გაცემულ ნებართვაზე უარს აცხადებს. კონცერტი 29 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორებმა საღამო 8 სექტემბრისთვის გადადეს და ადგილის გამოყოფის თხოვნით ქალაქის მერიას მიმართეს. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რკინიგზის მოედანზე კონცერტის ჩატარების შესახებ ნებართვა გასცა, თუმცა რამდენიმე დღეში პოზიცია შეცვალა. განაცხადი შევიტანეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პირველებმა 8 აგვისტოსთვის და მოხდა ისე, რომ იმ დღეს ხელისუფლებამ დაგეგმა რაღაცა ღონისძიება, რომელიც ტარდება იმ დღეს ადრე. ანუ გამოდის ისე, რომ განაცხადი კი შევიტანეთ, მაგრამ აი ამ მიზეზის გამო ჩვენი კონცერტს არ გვაძლევენ ჩატარების უფლებას სხვა ადგილას, ანუ ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევა და არც დრო არ ემთხვევა, ანუ ეს არის დღესი, ჩვენი არის საღამოს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ არ ვგეგმავთ, რომ კიდე გადავდოთ ეს კონცერტი. 8 სექტემბერს იყო სიტყვიერი შეთანხმება მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან, მაგრამ ოფიციალურად თანხმობა არ გაგზავნილა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადაიდო და 12 სექტემბერს მათ აქვთ უფლება და ჩაატარონ. გეტყვით, კონკრეტულად რა იყო მიზეზი, ალბათ რაღაც იმართებათ ამასთან დაკავშირებით, ეს იყო ერთგვარი მოტივი რა გადადების.